ოთახში ამოდიდეთ და Lightweight champion El Matador, Ilia Topuria. მოგესალმებით ყველას, მადლობა მომბრძანებისთვის. სანამ ამ ყველაფერს დავიწყებთ, მინდა გამოვაცხადო, რომ Crypto.com-მა $1 მილიონი გამოყო UFC-ს თეატრის სახლის ღონისძიების ბონუსებისთვის. ასე რომ ბიჭები, რომლებიც თეთრ სახლში საღამოს საუკეთესო ბრძოლას ჩაატარებენ, $600,000 გაიყოფენ. გილოცავთ ბიჭებო. ვის აქვს პირველი კითხვა? დავიწყოთ ჩემპიონით. ილია ტოპურია აქვე წინა რიგშია. ილია ბევრი იბრძოდა ამ ადგილისთვის, რომ ამ ისტორიული ქარდის მთავარი სახე ყოფილიყო. რას ამბობს ეს შენზე, რომ UFC ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას და ისტორიულ მომენტს შენგან ელოდება? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას ამბობს ეს ჩემზე. უბრალოდ ძალიან მადლიერი ვარ UFC-ს, დენასის და ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული და ეს უდიდესი შესაძლებლობა მომცა. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის მადლობა და ამას ნამდვილად ვაფასებ. შენს პირისპირ დგას ჯასტინ გეიჯი, ალბათ ერთ-ერთი ან შეიძლება ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი, რომელსაც იოდესმე UFC-ს ოქტაგონში ფეხი დაუდგავს. რას ელოდები ჯასტინისგან და საერთოდ როგორ ემზადები ისეთი ვინმესთვის, ვისაც ბრძოლის შემდეგაც ბევრი მეტოქე ძველებურად ვეღარ გამოიყურება. მისმინე, ერთი რამ რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ მას ჩემნაირ ადამიანთან არასდროს უჩხუბია. ჯასტინისგან ერთადერთი რაც მინდა არის ის, რომ ღონისძიებაზე გამოცხადეს. დანარჩენს კი მე მივხედა, ხომ ხვდები რასაც ვამბობ. თქვა ჯასტინს, აჩქარა რომ ამ მთავარ ბრძოლაში ყოფნა ყველას უნდოდა. შენ ხარ ამერიკელი ამ ისტორიულ ქარზე თეთრ სახლში. ფაქტობრივად იანვარში შენ თვითონ იწინა სამეთყოლე ეს. თქვი, პედის მოუგებ და შემდეგ ილია იქნებაო. მიიღე ის რაც გინდოდა. რას გრძნობ ახლა ამ ისტორიული მოვლენის წინ? ეს არის აბსოლუტური ოცნების სასრულება. თუ გავითვალისწინებ საიდან მოვდივარ, ყველანი მოვდივართ საიდანღაც. და ჩემი ქვეყნის წარდგენა ამ დონეზე, ჩემი კარიერის ამ მომენტში არის რაღაც, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემი პირველი ბრძოლა საერთოდ გარეთ იყო და ჩემი ერთ-ერთი ბოლო ბრძოლაც გარეთ იქნება, ასე რომ ეს გიჟური ცხოვრება. მზად ყველაფერი დავდო სასწორზე. სუფეხებზე მკიდია მომიგებს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ იმისთვის მოვდივარ, რომ ვცადოდეს ნაბიჯვარი ნოკაუტში ჩავაგდო. გპირდებით, რომ 14 ივნის თეთრის სახლის გაზონზე რაკეტებს ვისვრე. მეორე ამბობს, რომ ეს სერია, რომელიც ილიას აქვს, შესაძლოა საუკეთესო სამი მოგება იყოს, რაც კი UFC-ში გვინახავს. შენ გიჩხუბი ამ მსოფლიოს ყველა საუკეთესო მსუბუქწონოსთან, როგორ შეაფასებდი ილია შენს წარსულ მეტოქეებთან შედარებით. ფიქრობ, ხაბიბის შემდეგ ის ჩემთვის ყველაზე რთული გამოჩნდა, მაგრამ კი ის სამი ნოკაუტი ვოლკანოვსკისთან, ჰოლოვეისთან, ოლივეირასთან ლეგენდარულია. ასე რომ ეს ამ გამარჯვებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის. Olo კითხვა შენთან დენა. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი ქამარი. ეს ის ქამარია, რომელიც თავარ ბრძოლაში გამარჯვებულს გადაეცემა? დიახ, ის ქამარია. თავად პრეზიდენტი ტრამპი შემოარტყამს ქამარს გამარჯვებულს? ეგჯერ არ ვიცი. დენა, მგონი გუშინ თქვი, რომ არმად სარუკიანი იქნება ამ ბრძოლის დამზღვევი მებრძოლი. შეგიძლია დაადასტურო რომ და ჯასტინ ილია, რას ფიქრობთ ამაზე, რომ შესაძლოა სხვა ადამიანისთვის მოგიწევთ მომზადება თუ რამე მოხდა? დიახ, ეს მართალია. საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. პირადად მე არ მაინტერესებს ვინმე ყოლება წინ 14 ივნის. პირველივე წუთზე ყბას მოვტეხავ, იქნება ეს არმანი თუ ჯასტინი. ილია, ცოტა ხნის წინ ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდი. ჩანდა რომ პრეზიდენტ ტრამპთან ყოფნით ერთობოდი და მის კომენტარებზე იცინოდი. როგორი გამოცდილება იყო ეს? საოცარი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინაშე ყოფნა, როგორც მას უთხარი არ ველოდი, რომ ასეთი კეთილი იქნებოდა. ის ყველას მიმართ ყურადღებიანი იყო, შესანიშნავი გამოცდილება იყო, ძალიან სასიამოვნო. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები იქ და ეფექტურად გავიმარჯვებ. ჯოშ, რომელი ვერსიის ჯოშ ჰოკინს ვნახავთ ერთ სახლში? ალექსმა ცოტა წონა მოიმატა და ახლა ჰქონია, რომ კინგ-კონგია, მაგრამ ის მეგობამ თქვა, რომ სტეროიდებმა მას მოუკლაო. მართალი ვარ ნიუ-ჯერსი? კითხვა ისევ შენთან, ჯოშ. აღინიშნა, რომ დღეს პერეირასთან პირისპირ დგომი ჰქონდა, რა ჩანაფიქრები ჰქონდა?
მე მოვდივა შენ შთასანთქმელად, შენ გაიგებ დღეს და საათს. პერეირას ზედ დავაფსა, მე უბრალოდ კი არ მოვიგებ, მე მას მივაფსა. Give Pereira a golden shower. I'm not just gonna win. I'm gonna piss on him. შამა დედაშენს, ეს ტიპი პლანეტაზე ყველაზე საშინელი ტიპია. This guy's the baddest man on the planet. Look how ნახეთ როგორ ვილაპარაკები, როგორც ჩემ ძაღლს, როგორც ჩემ ძუკნას. დაიჯვი, რა სიზა. what you gonna do? ნახეთ, სათქმელიც კი არაფერი აქვს. რამოდენიმე საათის წინ ინტერვიუზე ვიყავით, პირისპირ მედგა და მიყურებდა, მე თქვი ჩამა, ყველას გასაგონად. მას უბრალოდ გამოჩენა უნდა, იმიტომ რომ იქ არაფერი გაუკეთებია. You know, I have nothing to say about this guy. Listen, we were giving an interview earlier today. This guy just goes right by me, starts saying things. I looked at him in his eye and I said, Shama. Well, why didn't he do anything when I was there? მან თქვა შამა, მან ინგლისური იცის. მე არ ვჭირდები, ის ინგლისურად ლაპარაკობს, ის უბრალოდ მონაა. ეი შედაგაო, ჰეი შენაგაო, საერთოდ ვინ ჯანდაბა ხარ? დაიჯვი პატარა ლილიპუტო. მე მაქვს ნამდვილი BFM კამარი, შეპატარა ჯუჯა, დაიჯვი პატარა ლილიპუტო. ოთახში ამოდიდეთ და ფეხებზე მკიდია ყველაფერი. შენს ბოიფრენდს ალაპარაკებ შეც მაგივრად. Deixando o Ilha falar por você, é isso? My performance. გაათრიეთ ეს ნაბიჯვარი აქედან.